მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადულასთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ აჰმედ ალ-აბდულა ალ-აჰმედ ალ-საბახს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია. ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაური ქუვეითში ვიზიტით მიიწვია. თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ-აბდულა ალ-აჰმედ ალ-საბახი საქართველოში მოიწვია. მეზრე შტურმი არის ძალიან მკაფიო ხელწერა იმისა, რასაც აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრისას. კერძოდ კი ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია იმედს რუსული მედია უწოდა. USAID-ის სკანდალმა იქ გამოჩენილმა დოკუმენტებმა ესეც გამოაჩინა, რომ მსგავსი ტიპის იდეოლოგიური შტურმი ასევე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ფინანსდებოდა სწორედ ამ ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა პროცესს აეხადოს ფარდა და შეწყდეს ის შტურმი, რომელიც არის იმედის თუ სხვა ჟურნალისტების მიმართ, აღნიშნა ლევან მახაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. არაბთა გაერთიანებული სამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ სტრატეგიულ ხედვას და მიზანსწრაფულობას შეუძლია ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. გულითად მადლობას ვუხდი ორგანიზატორების ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება სწორი ხედვით. მიზანდასახულობით და ერთიანობით ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბოლო თვეებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დადებითად შემფასებელთა წილი 36%-მდე აჭარბებს უარყოფითად. შემფასებელთა წილს 30%-მდე. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის უარყოფითად შემფასებლები 38%-მდე აჭარბებენ დადებითად შემფასებლებს. 33.2%, ხოლო ქართული ოცნების საქმიანობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უარყოფითად აფასებს ნახევარზე მეტი 53.2%. ნეგატიური შეფასება ხვდა წილად მიხეილ ყაველაშვილის არჩევა საქართველოს პრეზიდენტად 57.2%. გამოკითხულთა 52%-მა სამართლიანად მიიჩნია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხოლო თითქმის ამდენივე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ. რესპონდენტები ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ძირითადად იღებენ საქართველოს სატელევიზიო არხებითა და სოციალური მედიით. სატელევიზიო არხებს შორის არც თუ დიდი დისტანციით ლიდერობენ იმედი 42%-მდე, თავარი არხი 38%-მდე და TV პირველი 33.4%. სოციალურ მედიებს შორის კი უპირობო ლიდერია Facebook-ი. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტებმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით იანვარში განახორციელა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა რესპონდენტმა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს +2.2% შერჩევის ცდომილებას. მთლიანი შერჩევისთვის 95-იანი საანდოობით. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და აგრეთვე გამოცემულია მონოგრაფიების სახით.
პარტია ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას უცხოური დახმარების სტრუქტურებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს. ზოგიერთი ქვეყნის ელს თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია. გამოეხმაურა და დასცინა, რომ არსებობს ლეგიტიმიური კითხვები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რასაკეთებდნენ და საქმიანობდნენ ეგრეთ წოდებული ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები საქართველოში. მისივე თქმით, ჯერ კიდევ 3 წლის წინ ელჩების მხრიდან იყო ის რიტორიკა, რაც დღეს აქვთ. უნდა შეხედოთ რეალობას და ვიფიქროთ არა იმაზე, თუ როგორ იქნება აღქმული ელჩებისთვის ჩვენი განცხადებები, არამედ იმაზე, თუ როგორ წარდგება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ანალოგიური რიტორიკა ელჩების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმოდა 3 წლის წინათაც. მაშინაც ელჩები ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის იზოლაციასო, დგამს არადიპლომატიურ ნაბიჯებს და პოლიტიკური ორიენტირება შეეცვალაო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სწორედ 3 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა საუბარი ისეთ ტაბიერულ თემებზე, როგორიც არის Deep State-ის, USAID-ის ღია ჩართულობა სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკაში, ბრიუსელის ბიუროკრატიის კორუფცია და სხვა. დღეს დასავლეთის მთავარი დირიჟორი ტრამპი, რასაც საუბრობს ამაზე, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 3 წლის წინ საუბრობდა. ახლა ვისაუბროთ იმ საერთაშორისო სკანდალებზე, რომელიც ყაყაჩოს კულტივიზაციით იწყება და მთავრდება ახლო აღმოსავლეთში LGBT პროპაგანდის ფანამჭერით. არაერთი ბნელი ნიუანსია USAID-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ თანხების გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტი შექმნა ჯორჯ სოროსმა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნებში ბევრი პროექტი განახორციელა. სწორედ მისი პროექტი იყო ვეტინგის სისტემა, რომლის საქართველოში განხორციელებასაც გეგმავდნენ და რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის კონსტიტუციიდან გასვლას. ამ ყველაფრის გახსნების შემდეგ ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმიური კითხვები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდნენ ჩვენ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ელჩები და ვისი გავლენების ქვეშაც არიან, განაცხადა ზურაბ ქადაგიძე. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალაიამ საქართველოში გარეჩარევასა და კონკრეტული დონორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი პროცესების დაფინანსების და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადების შესახებ ისაუბრა, რომ ყოველი რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას. კირცხალიას თქმის, სამწუხაროა, როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ, იმიტომ რომ თითოეული ის არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც შემდეგ აქ ეს შეპესეები NGO-ებად და არასამთავრობოებად წოდებული ფინანსდებოდა. ხშირ შემთხვევაში აქ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩართული იყვნენ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებში. თუ გამოსვლებში ირაკლი კირცხალიას განცხადებით სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ჭირდება სუვერენიტეტის გამყარებას. ყველას კარგად გვახსოვს აქ პოლიტიკური თანამდებობის პირები გვედგნენ რუსთაველზე, ანტისამთავრობო აქციებზე და ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დიპლომატიური წარმომადგენლისგან. ან დაგმობა ამ ფაქტის, ან რაიმე ოდნავ მაინც შემხებლობაში ყოფილიყო გაკრიტიკება იმ უზნეობის და იმ უტიფრობის, რასაც ხედავდით რუსთაველზე. ამის შემდეგ რომელი მოწოდება უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ამ ორმაგი სტანდარტის და უტიფრად უცხო ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩარევას ხედავდით. რა უნდა გაგიკვირდეს, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას გვიტარებდნენ უცხოეთში პოლიტიკური თანამდებობის პირები და ხშირ შემთხვევაში ელჩები თავისი ან ხმის ან არამოღებით ან ისე ორმაგი სტანდარტით გაკეთებული განცხადებებით. ამას უნდა დაუპირისპიროთ ის, რომ სახელმწიფო ორფეხზე ამაყად ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც სჭირდება ჩვენი სუვერენიტეტის გამყარებას. ეს არის ყველაზე დიდი იარაღი, რასაც ვუპირისპირებთ ამას ჩვენი თავმოყარეობა და შექმნება, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერის თქმით, ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიკური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციების არაბთა გაერთიანებული სამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივებს
ამ ინიციატივების მიზანია თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიკური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად, განაცხადა პრემიერმა. 2024 წლის კორუფციის საქმის ინდექსით საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ამ მიმართულებით საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდებით და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოჩნდებით, წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მანვე მოუწოდა იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული, ზემოთ ხსენებული მიზნები და ხელით წაუწდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამო ჯერ კიდევ არ აქვს საქართველოს უმაღლესი შეფასებები და იჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური ამბიციური და ამავე დროს ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ. 2024 წლის კორუფციის საქმის ინდექსით საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ამ მიმართულებით საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავუკმაყოფილდებით და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოჩნდებით. ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული, ეს მიზნები და ხელი წაუწდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამო ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ურჩევ დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური ამბიციური და ამავე დროს ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ, წერს მამუკა მდინარაძე. საიდი მილიონებს უხდიდა იმისთვის, რომ ლომჯარიას ბომბები ესროლა, აქ გიგაურს რევოლუციური სცენარები მოეწყო და ასე შემდეგ. ჩვენი თუ არ ჯერათ მიმართონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, განაცხადა პარტია ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. ოფიციალურ დონეზე ამხილებული ის დონორი ორგანიზაცია, რომელიც რადიკალურ პროცესს აფინანსებდა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს ახორციელებდა, აწარმოებდა თავდასხმებს ტელეკომპანიებზე, ჟურნალისტებზე, მათ შორის იმედზე მოიხსენიებდა როგორც პროპაგანდისტებს და ასე შემდეგ. ეს ხომ ჩემი სიტყვები არ არის მარტო, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვები, თურმე ლომჯარიას გიგაურს იუსაიდი მილიონებს უხდიდა იმისთვის, რომ ლომჯარიას ბომბები ესროლა, აქ გიგაურს რევოლუციური სცენარები მოეწყო და ასე შემდეგ. ჩვენი თუ არ ჯერათ მიმართონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის ამერიკის კონგრესმა იუსაიდი შესაძლოა გააუქმოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ 10 წარმატებულ ქალს მეცნიერი და მოსწავლე გამოგონებელი გოგონა დააჯილდოვა. 10 წარმატებული ქალი მეცნიერი და მოსწავლე გამოგონებელი გოგონა დააჯილდოვა. ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა. ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, მოადგილეები ანა მღებრიშვილი, გიორგი ჭინჭარაძე, თამარ მახარაშვილი, ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ დარეჯან თვალთვაძე, მზია ქუთათელაძე, ანა გოლეთიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ ნოზაძე, ნათელა ძებისაშვილი, თამარ გუჩუა, ნინო უგრეხელიძე, რუსუდან დუმბაძე, მარიამ პერანიძე. ქალ და გოგონა მეცნიერთა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევარების ხარდამჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და
საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქალმეცნიერთა ჩართულობის მხარდამჭერა. 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდამჭერა. სამინისტრო ამ გლობალურ ინიციატივას უკვე წლებია უერთდება და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება იმართება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 112-ის დღე 11 თებერვალი 2009 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოცხადა. 112-ის დღეს მსოფლიო 80-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის დირექტორმა გიორგი არსომიშვილმა თანამშრომლებს 112-ის დღემიულოცა და რამდენიმე მათგანი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შეიმუშავა მომხმარებლების უფლებების დაცვის 10 სტანდარტი, მათ შორის მოვაჭრე ვალდებულია პროდუქციაზე ფასი მიუთითოს. მომხმარებელმა უნდა მიიღოს მომსახურება სახელმწიფო ენაზე. 10-დან 1-ის დარღვევის შემთხვევაშიც მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სააგენტოს ელექტრონული პოსტიდან ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებული იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა ჯამში 2800 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ოდენობის ყალბი 28 ცალი $100 კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სრულად იქნა ამოღებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთა დადგენა მხილების მიზნით აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლევით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის სამინისტროს უბრძანა შეაჩეროს ანტიკორუფციული კანონის აღსრულება, რომელიც ამერიკელებს ბიზნესის სასარგებლოდ უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნების მოსყიდვას უკრძალავს, წერს Financial Times-ი. ეს ამერიკისთვის ბევრად მეტ ბიზნესს ნიშნავს, განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ორშაბათს, სადაც მან ბრძანებას მოაწერა ხელი. ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს პენ ბონდის დაავალა, რომ 1977 წლის საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის აღსრულება შეაჩეროს. ეს კარგად ჟღერთ ქაღალდზე, თუმცა პრაქტიკაში კატასტროფა, განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ნიშნავს, რომ თუ ამერიკელი გადადის სხვა ქვეყანაში და იწყებს იქ ლეგალურ ბიზნესს, კანონიერად ან სხვაგვარად ეს თითქმის გარანტირებული გამოძიება და ბრალდება და არავის არ სურს ამის გამო საქმე ამერიკელებთან დაიჭიროს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დამოკიდებულია ამერიკაზე და მის კომპანიებზე, რომლებიც სტრატეგიულ კომერციულ უპირატესობას მთელს მსოფლიოში იღებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კანონი ამერიკულ კომპანიებს ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის და ბაზარზე ძალების არათანაბარ გადანაწილებას იწვევს. თეთრ სახში აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება სტრატეგიულ უპირატესობებს მოითხოვს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ აქტივებში, მაგალითად ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორებიცაა მინერალები და ღრმაწლოვანი პორტები. ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი ირწმუნება, რომ უკრაინა ამერიკის მიერ მიწოდებულ იარაღს ყიდის და მის ნაწილს ამერიკის საზღვრებთან მოქმედი მექსიკური ნარკოკარტელები იღებენ. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინაში ომის დროს ვაშინგტონის მიერ კიევის დასახმარებლად მიწოდებული იარაღის თითქმის ნახევარი შავ ბაზაზე ხვდება. ჟურნალისტმა ამერიკის არმიის ყოფილ სამხედრო პირთან დენიელ დევისთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ იარაღით ვაჭრობა არა მისი მოსაზრება, არამედ რეალური ფაქტია. კარლსონმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ზიანს აყენებს და დონალდ ტრამპი ყველაფერს გააკეთებს მის დასასრულებლად.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემის ძალები, დაზვერვის მთავარი სამმართველო და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ხსენებული ქარხანა 20-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს, მათ შორის ბენზინს, მაზუტს, დიზელის საწვავს აწარმოებდა. საწარმო რუსეთის არმიის მომარაგებაშიც მონაწილეობს. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. ასეთი იყო საინფორმაციო გამოშვება. მეკიდროებით გემშვიდობები, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე.